მოგესალმებით ჩემი სამეგრელოდან, ჩემი მარტვილიდან, ჩემი ოდაბადედან, ადგილიდან და ეზოდან, სადაც ფეხი ავიდგი, დავიბადე, გავიზარდე. ხო, მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრის ხარისხი მაქვს, არ დავასახელებ დარგს, მეც მიმუშავია მას შორის ფიზიკურად და ფიზიკურ შრომას არაფერი არ ჯობს. საკუთარი ოფლით მოპოვებულ ლუკმას არაფერი არ ჯობს. მე არ მესმის იმ ხალხის, ვისაც ხართეზოზე წამოწოლა სიამოვნებს და მუშაობა ეზარება. კი, მეც მეზარებოდა, მათ შორის სკოლის პერიოდში, როცა დაიწყებ მუშაობას, მე უკვე სტიმული გეძლევა და აგრძელებ მუშაობას. ესეა სწავლაც, ესეა წიგნის კითხვაც და ყველაფერიც. თავარია გამოვიმუშაო ნებისყოფა და დანარჩენი მე თავისით მოდის. რაც შეეხება ჩემს სამეგრელოს, მე დაბადებული და გაზრდილი ვარ სამეგრელოში, როგორც დედას და მამას არ არჩევს ადამიანი. და ორივე თანაბრად უყვარს, ისევე მიყვარს ჩემი მეგრულიც და ჩემი ქართულიც. მაგრამ, როგორც ნათქვამია, ქართული ენა არის ადამიანისეული ენა. შესაბამისად, ჩვენ მეგრულით, სვანურით, მესხურით, ქართულით უნდა აღვადგინოთ ის პირველი ქართული ენა, ქართველური ენა, წინარე ქართველური ენა და ამ ენაზე უნდა ვისაუბროთ. იმ წინარე ქართველური ენის აღდგენა გამოიწვევს რასაკვირველია ამ 4 ენაში არსებული უცხო სიტყვების გამოდევნას და ყველა ეთნოსი, რომელიც ქმნის ერთიან საქართველოს, ვისაუბრებთ ერთ ენაზე, წინარე ქართველურ ენაზე. მე რო სექტანტი არა ვარ და სექტის ლიდერი არა ვარ, ეგ ფაქტია. რატომაა ფაქტი? იმიტომ რომ მე თვითონ ვარ მიმდევარი იესო ქრისტეს მოძღვრების. ანუ უფლის მოძღვრების. მე თვითონ ყოველ ლაივში იქნება თუ ვიდეოში გეუბნებით, რომ იყავით ქრისტიანები, იარეთ ეკლესიაში, აღსარებები აბარეთ, ეზიარეთ, ყავდეთ მოძღვარი და იმარხულეთ. რაც მთავარია, აკეთეთ სიკეთე და შეიყვარეთ სიკეთის კეთება. ადამიანს უნდა უყვარდეს სიკეთის კეთება და არა რაღაცა გულგრილად მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა ჩადიოდეს სიკეთეს. შენ უნდა გინდოდეს სიკეთის კეთება. უნდა გინდოდეს ადამიანის გახარება, თორე სხვის დასანახად სიკეთეს არანაირი ფასი არ აქვს. აი, როცა გულით მოგინდება სიკეთის კეთება, როცა გულით იქნები ქრისტიანი და არა კამერის წინ, მაშინ აუცილებლად მოხდები სამოთხეში, ამ ქვეყნიურ სამოთხეშიც და იმ ქვეყნიურ სამოთხეშიც. შენგან უფალი არ ითხოვს ფულს, შენგან ითხოვს უფალი მხოლოდ სუფთა სინდის, ანუ სუფთა სულს და გულწრფელობას, ანუ წრფელ გულს. ეც არაფერს. ყველაფერი წარმავალია, ოქროც, ფულიც, თუ სხვა სიმდიდრეც. ყველაფერი არ რჩება დედამიწაზე. ამ წუთის სოფელში, მაგრამ სული არის უკვდავი. უფალმა გაგახაროთ, უფალმა გაგაძლიეროთ, უფალმა სიკეთის გზაზე გატაროთ.